გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოკითხვა ბედნიერება და სიხარული. აი ეს მანქანა, აი ძღოლები მირთვებიან უკვე. ხომ მიდივარ 70. ეხა მიუახლოვდები. წესით ხონდა გამატრო და ადგება და მე უმატებს ეს სიჩქარეს, აი. ეხა მოუმატა სიჩქარეს, ესე იგი არ მასლებინებს რა თავის თავს. ეხა ხო ხედავს რომ მოვდივარ, უნდა გავასრო, ხო? ეხა 70-ზე მეტი ჩემი მანქანა არ მიდის და როგორც კი მიუახლოვდები ხოლმე, ეს უცბად მოუმატებს სიჩქარეს. აი ნახე, მე მივედი ახლოს და არ მასლებინებს რა. და უცბად მოუმატათ აი. მოუკლო. ჯანდაბას ეხლა ამას გავასვე, თორე ეს გიჟია, სულელია. ასეთი ტიპები არიან, როგორ გითხრათ, იცი, ჩემი აზრით არასრულყოფილების კომპლექსია, ნახე, არ მასლებინებს ისე. და მე ასე იქნება ორი გზა და ვიკეთებ, ეხლა უკან მომზეს, მაგრამ ის იმასაც დერვები მოეშალა. რა კიდე არ მასლებინებს რა, მიუახლოვდები. ეხლა გვერდიდან, ეხლა მარცხნიდან გამომილის. აი ეს უკვე ვეღარ მოითმინა ამა და მეც გამისრო და ამასაც გავუსწრო. ამას უკვე ეთქობა ის სიჩქარე 70-ზე მეტია რა. აი ჯიუტი ვიღაცა მოდით მე დაუშვებ ისე ხა ამის ნერვებზე ამიჭუვაზე ნაღდად არ ვიყრი და უბრალოდ არ ავყვები რა რო ეთქვია ვეძე ხა ცოტა სხვა მანქანა მიდგას და ისიც არ მატარებს რა ნუ ეს ძღოლური ამბებია აბენი გიჟები და გადარეულები დადიან აი რა სიზა სამყარო ასეთია ჩვენ კიდევ განვაგრძო ჩვენი ამბები ჩემი ფიქრების გაზიარება რამდენი ხანია მეგობრებო ლიტერატურაზე არ გვილაპარაკია და მინდა ეხლა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მწერალზე ვილაპარაკო რომელიც თითქოს აი ჩემ ბუნებას და ჩემ ასე ვთქვათ მდგომარეობას ესადაგება და რას გულისხმობ ამაში ეს მწერალი არის ფრანგი მე-20 საუკუნის თანამედროვე მწერალი ანტონ ეგზუპერი და რა გვაქვს ახლა საერთო მე და ეგზუპერის მოგესალმებით ეგზუპერი იყო ფრინავი ან სამხედრო ფრინავი იყო ო როგორი პროფესიაა განსხვავებული მაგრამ ლიტერატურას უყვარდა და რამდენიმე წიგნი დაწერა, რომელიც დღემდე ითვლება ფრანგული ლიტერატურის მიღწევად. ეხლა სად ეგზუპერი და სად მე, მაგრამ რას გულისხმობ, იცი, წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენც ხო ტრაილერზე ვზივართ, თითქოს აი ესეთი მიწიერი ისეთი პროფესიაა, რომ სხვა რაღაცებზე გარდა იმისა, რომ ატარო და ყურადღებით იყო და ზები და ეს პრობლემები რაც მიმდინარე, ну, რასაც ახასიათებს ძღოლის პროფესიას, თან ვით ასეთ ზებზე და იმეებზე, სხვა რაღაცაზე ვერ ფიქრობ, ხო, თითქოს. აი, ჩვენ კომენტარებში ჩანს ხომ ეხლა როგორც კი, აი თუნდაც ჩვენ ნახვევზე, როგორც კი სიტყვაზე აი რაც გზა არის ეს უხარი ეს ინდიანა საშინელებაა რა. ხოდა ხოდა რას ვამბობდე სად ეგზუპერი და სად მე მაგრამ იცით როგორ არის აი ჩემ ამბებზე გეტყვით როგორც კი ვიწყებ ლიტერატურაზე საუბარს რაღაც სულიერ თემაზე საუბარს ფილოსოფიაზე სიკეთეზე რაღაც სულიერ თემებზე რო ვიწყებ ლაპარაკი თუ ძღოლურ ამბებზე და ბენზინი რაღის და ეს წვირმანი მიმდინარე პრობლემებზე რო შეადარო ის ვიდეოები ძალიან დიდი განსხვავებაა რა ისე თქმა მინდა იცით აი უკვე მაგათად საბურავები როგორ ხდება იქ ბენზინს როგორ ასხავ ტვირთს როგორ იღებ ნუ თემები რომელიც ყოველდღიურია და
ეგრეთ წოდებული თითქოს აი მარტივია და ეს უფრო აინტერესებს, მაგრამ როგორც კი დავიწყებ სულიერ თემებზე ლაპარაკს, სულ არ აინტერესებს და ზოგი შეურაცხყოფას გადმოდის, რომ კარგი არის ეს ბენა ადროს კი წიგნია, ადროს ლიტერატურა, ადროს ფილოსოფია. აქ ძალიან მარტივი თემაა რა, მე ჩემი დასკვნა მაქვს ეს რატო ხდება, იმიტომ რომ ამ თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებს ეზარებათ ფიქრი, უჩემნიათ უყურონ იმას და არ იფიქრონ და მარტივია და ეხლა რაღაცებზე რომ საუბრობ და რაღაცებზე რომ აი ზოგჯერ არის ხოლმე რა შენ სულ სახეს გვაჩვენე და გვაჩვენე ბუნება და ნუ კაი ბუნება გზას აჩვენებ ერთი და იგივეა გასაგებია მე იმას კი არ ვიძახე რა თქმა უნდა ბუნებაზე არ დავობენ მაგრამ ეს უფრო აინტერესებს ასე უფრო ვიდრე იჩემი ნასაუბრები და ნაფიქრები მაგრამ ნუ რას იზავ ეხლა ასეთი რეალობაა არავითარ შემთხვევაში კი ამაზე ბევრ საუბრობენ რომ ეს თანამედროვე დრო ადამიანებს უკვე აღარ აინტერესებს ეს სულიერი რაღაცები, აი უბრალო რაღაცები აინტერესებს და ხშირადაც ამბობენ ხოლმე, ხო, YouTube-ს ხალხი უფრო არ უყურებს, უფრო უყურებს TikTok-ს, Facebook-ს, იმიტომ სკროლავენ, გადმოწევენ 1 წუთიანი, 2 წუთიანი ვიდეო ეს უფრო აკმაყოფილებს, იმიტომ არ უნდა იფიქრო, ვიდრე ახლა დაუждეთ 15, 20, 30 წუთი უყურო YouTube-ის არხს და იფიქრო რა. ნუ ასია და რასიზა. ხო და რატო დავაკავშირე ხე ეგზუპერს ეს, იმიტომ რომ თვითონ ეგზუპერი აი ფრინავი, და როდის იყო იცით ფრინავი? მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ეს ფრინავები ამდგენ როგორი გული უნდა ქონდეს და ახალი, ნუ ვითარდებოდა ეს ავიაჩვენებლობა, თვითონაჩვენებლობა და ამდენი თვითონები ვარდებოდნენ. და შიგათვით რავი დაფრინავდნენ, ხო და ამდენად დაუცველი იყო ეს თვითონავი და ამდენი პრობლემები იყო და ჩართული იყავი, ეხლა დღეს ჩვენ ეხლა ტრაილერების ის უფრო პრობლემად მიაჩნია და მაშინ წარმოიდგინეთ ეხლა თვითონავი მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს საწყისი თვითონავი აპარატების ფრენა უნიკალური რაღაცაა და ამ დროს ამ ადამიანს ახერხებდა რომ დაეწერა წიგნები და ფილოსოფიურად აზროვნებდა და თან აზროვნებდა ძალიან მაგრად. თან დაამატეთ მეგობრებო მე-20 საუკუნის ესპანეთის სამოქალაქო ომშიც იღებდა მონაწილეობას, მეორე მსოფლიო ომშიც ამდენიმე კატასტროფა განიცადა და თითქოს აი კაცრი ცხოვრება, ხო, ომი ადამიანები კლავდნენ ერთმანეთს და ისეთი წიგნები დაწერა, რომ აი დღესაც კი ადამიანებს აღშროლებს, რომ კითხულობს, უბრალოდ ცოტა უნდა დაფიქრდე, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ძალიან მაგარი ჰუმანისტი და მოფიქრალი მწერალი გამოვიდა ეს კაცი. კარგი, დავიწყოთ ეს ცოტა შესავალი და შეძლებით და გვარად ავხსნით ჩვენ ამ პატარა 20-25 წუთში და იმედია ჩვენი მაყურებლები, ის მაყურებლები, ვისაც მართლა მანქანა და საბურავები და საწვავი აინტერესებს, იქნებ ამ ვიდეოსაც მოусვინონ და მიიღონ ის დადებითი მუხტი, დადებითი ემოცია, რასაც მე შეძლებით და გვარად შევეცდები ამ ვიდეოში გამოსახო. და შევეცდები ამ ჯაგაჯუგში და ამ ცუდ გზაში ჩვენ 21 საუკუნის ადამიანები რო არა ვართ შეჩვეულებრივად კომფორტს და პატარა დაბქოლება რომ ნერვებს გიშლის, წარმოდგეთ ის 20 საუკუნის ფრინავი, ბომბების და 1000 სიკვდილის და უბედურების ნახველი როგორ ახერხებდა ის ადამიანთა სიყვარულის და ნაზიკ ცნობების გამოხატვას. ეგზეპიური მოახერხეს და ჩვენ ამ ჯაგაჯუგში ვერ მოახერხეთ, უნდა მოახერხოთ. ეხლა ვიფიქრე ხო არ შევწყვიტო ლაპარაკი და ცოტა გავჩერე და მე ვილაპარაკო მეთქე, მაგრამ ისეთ გადარბენებზე ვართ, რომ ვერ ვაჩერებ, არა და სათქმელი მინდა თქვა. ხო. გავაგზავნოთ, ესე იგი ეგზუპერი
ცნობილი გახდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნით პატარა უფლის წური. ზღაპარია, ზღაპარი ყველაზე კარგად გაყიდვა. პატარა წიგნია, დიდი არ არის. დეტავატია, უბედურება ეს არის. ეს წიგნი დაწერა თითქოს ბავშვებისთვის, პატარა უფლისწული, მაგრამ ზღაპარი როგორ არის იცი და ბავშვებისთვის კი უფრო დიდებისთვის გამოვიდა საერთო ჯამში. ეხლა არ ვიცი, ზოგჯერ ბავშვები ამბობენ ხოლმე, აი მე წავიკითხე პატარა უფლისწული, გავიგე, მე არ ვიცი, მე ცოტა დიდი ვიყავი, რაღაც 21 წლის ვიყავი, რომ წავიკითხე. და ცოტა ესე შევხედა, მე კიდევ წავიკითხე 1, 3, 4 წლის და აი მე უკვე ყველაფერი გავიგე და აი როგორი წიგნია, იცით მეგობრებო, აი მოკლედ ვიტყვი რა, ესე იგი ადამიანები ბავშვობიდან მოვდივართ და ბავშვები ვართ და უნდა ვიყოთ ბავშვური აზროვნებით, მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ, ხო, რეალობაში ყველას გონია რომ ბავშვი ეს გარკვეული პერიოდია და 25 წლის შემდეგ უკვე დიდი რო ხდები, ის ბავშვობა სადღაც წავიდა. მაგრამ მთელი არსი იმაშია, რომ არ უნდა წახვიდე ბავშვობიდან, იმ ბავშვური აზროვნებით და ბავშვური ცნობებით უნდა ცხოვრებდე ამ რეალურ და პრაგმატულ და მკაც გარემოში. ეს წიგნი იმას გეუბნება, რომ ეს ბავშვობა არ უნდა დაკარგო და ის ნაზიკ ცნობები, ის ფაქიზიკ ცნობები, რაც ნებისმიერ ბავშვს აქვს თავის ამ ასაკიდან გამომდინარე, ეს მთელი ცხოვრება უნდა შეინარჩუნო და უბედურია ის ადამიანი ხანში შესული იქნება, რომ გადაცდება, კაცი გახდება და აი ამ ცნობას რო დატოვა. აი ეს მე ასე გავიგე ამ წიგნის ფაბულა და არსი. ნუ მე ცოტა მოკლედ მოგიყვებით, იმიტომ რომ მე როგორ ვიფიქრე, იცი, თვითონ ეგზუპერის ბიოგრაფია ძალიან საინტერესო ერთი წიგნით ვერ განისაზღვრები, იმიტომ რომ აი როგორი წერა, უნდა იცოდე ამ წერლის ცხოვრება, ბიოგრაფია, სხვა წიგნებით უნდა წაიკითხო და მე ხვდები ამ პატარა უფლისწულში, ამ პატარა წიგნში რისი თქმა უნდა ეგზუპერს. მე ვისაც წაკითხული არ აქვს, მე ამ იმას გეტყვით ამ სიუჟეტს და მე ერთიანად გავაერთიანებ ბიოგრაფიასთან ერთად. ნუ მოგეხსენებათ ეგზუპერი, ესე იგი გვირი თვითუნავი ჩამოვარდება სახარის უდაბნოში, галлюცინაციები ეს ფაქტობრივად თავის ავტობიოგრაფია, ამაზეც მე ვიტყვით ავტობიოგრაფია იმას ყვება და მექანიკთან ერთად ჩამოვარდება იმაში სახარის უდაბნოში, წყალი არ აქვს, ის არ აქვს, ამას მე მოვყვები და галлюცინაციები თუ ფიქრები თუ ამით გამოჩნდება ოქროსფერი ბიჭუნა, ოქროსფერი ბიჭუნა, რომელიც გაეცნობა ამ მფრინავს. და მე მიდის ეს გამოდის, რომ აი თქოს სიმბოლოებით ლაპარაკობს მწერალი ამ ოქროსფერი ბიჭის უფლისწულია ეს, სხვა პლანეტის უფლისწულია, რომელიც გამოცხადდება ამ დედამიწაზე და მიდის საუბარი ამ მფრინავს შორის, რომელმაც სიკვდილს გადაურჩა და ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცა აქვს ნანახი და აი ამ საუბარში და იმ პატარა მოქმედებებში, რასაც უფლისწული აკეთებს, ჩანს მთელი ეგზუპერის აზროვნება და ფილოსოფია. ნუ მოკლედ გეტყვით, ესე იგი, ეს ბიჭუნა სხვადასხვა ადამიანებს ხდება ბიზნესმენს, ბუღალტერს, ხდება ხელოვანს, ხდება მწერალს, ხდება საქმოსას, ხდება ასტრონავტს, ვარსკვლავთ, ნუ მეცნიერს, ასე რომ ვთქვათ. და მიდის საუბარი ამ უფლისწულსა და ამ ჩვეულებრივ ადამიანებს შორის და ისე ასე ვთქვათ ხედვა კითხვებს უსვავს ამ მიმდინარე ადამიანებს, ამით გამოისახება ეს რეალური დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და სულთა პატარა ბავშვი დანახული სამყარო. აქვე ეს პატარა ბავშვი, ეს პატარა უფლისწული
ყვავილსაც უთხრდება დაინახავს ვარდი არის სილამაზის და სინაზის სახე, რომელსაც აქვს ოქრო პატარა ეკლები და ამ ცუდ ბაობაბებს, ანუ ბაობაბები არის ცუდი, აი სიმბოლოა ესეც ცხოვრების ამოვების და სიმკაცრის და იმის ეწინააღმდეგება ამ პატარა ეკლებით სამწუხაროდ არ გამოდის. მე იქ არის კიდე მომენტები ეჩვენი უფლისური შეხვდება მელიას და მელია აჩვენებს რა არის მეგობრობა, როგორ უნდა გავთხილება მეგობრობას, ამ ურთიერთობას და საერთო ჯამში აი მოგნეთ ვიტყვი ეს რა თქმა უნდა წაიკითხო მე თქვენ გეუბნებით ჩემას ეს არის რომ ამ რეალური ბაობაბების და საშინელი სამყაროს პრაგმატულ სამყაროს რომელიც თავის ცხოვრებით ცხოვრობს ამ პრაგმატულობაში და ამ არეულობაში ეს სილამაზისა და სიმყაროსა და მეგობრობისა და სიმფაქიზის ემოციები და გრძნობები არ უნდა დაიკარგოს და ბოლოს მე აი მთელი წიგნი აი ამაში გამოიხადა კი სიმბოლოებით არის ცოტა შეიძლება ვერც გაიგო თუ ცოტა განათლება არ აქვს თავისებური განათლებას ას გულისხმობ აი ამ სიმბოლოების წაკითხვის გამოცდილება თუ არ აქვს მაგრამ საერთო ჯამში აი ეს არის რომ ამ პრაგმატულ ამ რაციონალურ და ამ თან მეოცე საუკუნე წამოიდგინეთ ომები, ეს უბედურებები, სიკვდილები, ის ბავშვობა და ის ბავშვური სუფთა ცნობები არ უნდა დაიკარგოს. აი ეს არის მთელი წიგნი. სხვათა შორის ამაში ჩაწვდომა მე ცოტა გამიჭიდა 20-21 წლის ვიყავ. ეხლა მე უკვე დიდობაში კიდო გადავიკეთე, აი მაშინ კარგად გავიგე, მაგრამ ეხლა რო უყურებ ხოლმე ზოგჯერ აი ხალხგაზრდებს ვისაც წიგნების კითხავენ, იმე თბილისში შემდგა ერთი 14 წლის ბიჭი და იმან ისე ამიხსნა, ისე მესიაო, იმან დაამუღამა და აი მაინც ეთქვა რომ ეხლა ჩვენ კი ვიძახით რომ პრაგმატული დრო და ის რაღაცა, მაგრამ 14 წლის ბიჭმა ის გაიგო, რომელიც მე თავი დროზე 21-20 წლის ასაკში ცოტა გამიჭიდა და მე ცოტა გავიგე და უკვე აი სიკეთე და ის სილამაზე რაც ამ წიგნში არის, იმ ბიჭმა კარგად გაიგო და ისე ძალიან გამიხარდა, რომ ესე იგი საერთო ჯამში თავარია ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ხდება და ის შეგრძნება სილამაზის, ბედნიერების და მეგობრობის და რასაც ქვია ადამიანობა და ყველაფერი კარგი, რაც ერთმა გაგვიჩინა, ეს არ უნდა დაიკარგოს და არც დაიკარგება. თავარია ჩავწდეთ იმ ფილოსოფიურ აზროვნებაში, ესე თქმაც უნდა მწერას. კარგი, ეხლა მოდი ეს ხო განვიხილეთ ეს პატარა პრინცი და ეხლა გეტყვით ცოტა ეგზუპერის ბიოგრაფიას მოგიყვებით და მე ბოლოს უკვე ძალიან მაგარი წიგნი აქვს დაწერილი ეს ციტადელი, აი იმ ციტადელს თუ წაიკითხავ, აი მან ჩანს ის ყველაფერი რისი თქმა უნდა და ეგზუპერს და რატოა ეს მწერალი ასეთი დასაფასებელი. ეს ანტუან სენ ეგზუპერი დაიბადა 1901 წელს. საფრანგეთში გრაფის ოჯახში, მეგობრებო, გრაფის წარმოიდგინეთ ახლა საფრანგეთში ეს წოდება და პატივისცემა არისტოკრატიის ოჯახში დიდარი მამა დიდარი ყავდა, ნუ გრაფია, კაი განათლება მიიღო და ეს არისტოკრატიული გამოხტომები, ეს ყველაფერი მისთვის უცხო არ იყო. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, იმიტომ რომ განათლება და ეს სწავლის მეთოდები ამის საშუალებას აძლევდა, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა მე-20 საუკუნის დასაწყისია, უკვე 19-20 წლის ასაკში მოგეხსენებათ ახლა გრაფის თავმავალია და არანაირი პრობლემა არ ქონდა რომ მაშინ წასულიყო სასწავლებელში, მაგრამ მოიცით მე-20 საუკუნის დასაწყისია წეღარაც კი და ახლა ჯარში წასვლა და ყველა არისტოკრატი ჩვენი თავადები ჯარში მიდიოდნენ და უნდოდა სამხედრო პიროვნება გამოსულიყო
და ვერ ჩააბარა იმაში სამხედრო სასწავლებელში დედა ნათესაები ათქიდა ბიჭო სამხედრო სასწავლებელი ამხელა მიწები გვაქვს რაფი ხარ ისა და არა და სულ ინტერესი ქონდა რომ აი ცხოვრებაში გასულიყო და ამ დროს არ ქონდა მაგის როგორ გითხრათ საჭიროება რომ რაღაცა ემუშავა რაღაცები მაგრამ კითხვა და ეს რო უყვარდა აი ლიტერატურული ხედვიდან და იქიდან გამომდინარე უნდოდა რომ რომანტიულად გაეტარებინა თავისი ცხოვრება და ამ დროს უკვე მე-24 წლის დასაწყისია იწყებს ავიათვითნავების განკონსტრუქციის განვითარება და მე-20 საუკუნეა წარმოიდგინეთ თვითნავები ხო აი უკვე ისეთი პერიოდია რა ტექნიკური წინსვლა რო არის და ამ ეგზეპირე მოინდომა ფრინაობა აუ გაგიჟდნენ აცე ვარ გაგიჟდნენ ამ ფრინავება ვერ ხედავ მკვლელები არიან თვითმკვლელები არიან რომ ფრინაობა ვარდებიან ეს თვითმკვლელები ფანტაპოტით ეხლა მე მაგალითად რამდენი მიფრინია მეც მე ვფიქრობ რომ აი ფრინავი მაინც ხოსუსხანაი რაღაც ეხლა წამედგე აპარატით მიდიხარ ჰაერში ეხლა თანამედროვე დრო არის კომპიუტერები და 1000 რაღაცა და მაშინ აი რამხელა გული უნდა ქონოდა ხო რაღაცა შიტაკი ძრავიანი ის რომ აფრინდებოდა ჰაერში და იქ ვთქვათ შეიძლება მოტორი გაფუჭებული იყო რაღაცა გაფუჭო ჩავო ვარდებოდნენ ხო სანამ ამას განავითარებდნენ და აი პერიოდში და თან საფრანგეთი მაგ იმაში მოწინავე იყო და აი მანდ მოვიდობა იმიტომ რომ ეხლა ფრინავი რო ხარ და ეს უკვე ვაშკაცობა ის ყველაფერი მაგრამ ათესაები გეუნებოდნენ ამიტომ რასაკეთებ ეს რა უბედურება მაგრამ არა გადაწყვიტა რომ გამختارიყო ფრინავი ჩააბარა ფრინავების სასწავლებელში და 2-3 წლის შემდეგ ისწავლა და 26-27 წლის ასაკში მოეწყო საფრანგეთის ავიაკომპანიაში რომელსაც გადაჰქონდათ ფოშტა იქითკენ კასაბლანკასკენ რა ეს აფრიკის მაროკოს დედაქალაქია თუ ახოდეთ ქალაქია რა ატლანტიკის ოკეანის გვერდზე და გახდან ფრინავი და ეხლა წარმოიდგინეთ ის შეგრძნებები თვითნავის აფრენის დაფრენით და აი დაიწყო მან წერა ამ მოთხრობების და ძალიან პოპულარული გახდა იმიტომ რომ თვითონ ეს ავიაფრენის ეს ხო საინტერესო იყო ეხლა მწერალმაც რომ დაიწყო ამაზე წერა და პირველივე ორივე ნაწარმოებზე რაღაც ფრინავები პატარა მოთხრობები დაწერა გახდა ცნობილი პარალელურად დაფრინავს მაგრამ ეს კი ჩანს რომ ეს ძალიან ლამაზია და კარგია ეს ფრენა ის მაგრამ ახსეს სანამ თვითნავში დასვავდნენ და გაუშვებდნენ დამოუკიდებლად თვითნავის მართვაზე იმ საამქროში მუშაობდა ძრავების შეკეთებაზე იმაზე კონსტრუქტორებთან ერთად ზეჩი იმაში ამაში 2 წელი მარტო იქიდან საამქროდან არ გამოდიოდა თან მithumetes ეხლა წეღანაც გითხარით ეს დედა მამა ისინი აცსებენ რა გინდა ბიჭო იმ კუჭკიან იმაში მაგრამ ეს მაინც ჯიუტა ცდილობდა და ნუ მე თავი დაანებეს რომ თქვენს რომ ეს ვერ არის თავის მატყლზე თუ გინდა მკვლელობა იყავ მკვლელობა და მან ხდება ეს ფრინავები ხო არიან თავისებური ადამიანები არიან ახლა განსხვავებულები არიან და ხდება აი ამ ამბებს ამ ურთიერთობებს ერთმანეთთან ფრენის გაზიარებას და ძირითადად ამ დაკოლებებზე მიდის საუბარი და აი აქ უკვე იბადება ის კაცური, ის ვაჟკაცური თვისებები, რაც მამაკაც უნდა ახასიათებდეს და მithumetes ფრინავს, იმიტომ რომ იდეა იყო თავარი და თან ხას უსვავს რაღაც განსხვავებული ხალხია, რაღაც სიგიჟესთან არის, ხო, იმიტომ რომ ყოველი აფრენა 50-50-ზეა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდე და დაიღუპო და გარდაიცვალო, მაგრამ აი ჟინი რო ქონდათ, აი ამ ცნობებს და იმეებს ძალიან მაგრა ახსეს თავის პატარ-პატარა მოთხრობებში, რომელსაც პერიოდულად საფრანგეთის ჟურნალებში ეჩნდავდა. ერთი წელი დაფრინავდა ამ მაში კასაბლანკასა და პარიზს შორის და მე გადაიყვანეს ეხლა ხო ის იყო
ახალი პერიოდი იყო და პარიზიდან ბუენოს აირესში რაღაცა თვითონავი ისე განვითარდა, იქამდე მიფრინავდნენ და იქაც ფოსტა გადაქონდა და აი მან გადავიდა უკვე როგორც უფროსი, რაღაც 28-29 წლის ასაკში, მაგრამ დაფრინავდა და აი პირველად შეხვდა ადამიანს, რომელიც თვითონავით ჩამოვარდა ანდების თაზე, სახელი დამავიდა მოდიოდა, ამას აღწევს როგორ ეძებდნენ ამ ფრინავს, ყველას ეგონა რომ დაიკარგა და ერთი კვირის შემდეგ ეს დაკარგული ფრინავი გამოჩდება, ესე იგი თვითონავი რომ დავარდება, ჩამოვარდება ანდების თემში, ერთი კვირა ფეხით მოვიდა და გადარჩა და აი ეს ემოციურ ამ სიხარულს, ამ იმას ისე კარგად აღწევს ამ რომანებში და ამ რომანებმა და ამ მოთხრობებმა სასწაული პოპულარობა მოუტანა საფრანგეთში და გარდა იმისა რომ ფრინავი ყველა ლიტერატურულ მწერლებს და იმებს ყველას აჯობა და ხო იცი მწერლებშიც არის შური და დასინოდა ეს ვიღაცა ფრინავიო, ვიღაცა რაღაცეებსო წერსო, მაგრამ წერს თუ არ წერს ხალხი გაგიჟებულია, იმიტომ რომ ხა ახალია ხო, ამ შეგრძნებებს აღწევს ადამიანი და გახდა ძალიან პოპულარი მწერალი, მაგრამ ამ ფრინაობას არ ანებებდა თავს. ეხლა გახდა პოპულარული და თითქოს 2 წელი, 3 წელი პრობლემა არ შექმნია და ამ ეგზიუპერსაც რაღაცა პრობლემა შეემართა თვითონავზე დაფრინავდა და ზღვაში ჩავარდა, იქ მოიტეხა კისერი, მოიტეხა ისინი და აი ეს აღწერა კიდე და ამათლად ფრანგული საზოგადოება გააგიჟა და ნუ პოპულარობას მოყოლოდა და ერთი პერიოდი სანამ ამას ეს კისერი და ესე რომ მოიტეხა 2 თუ 3 წელი მოუწია პარიზში ყოფნა, იმიტომ რომ ფრენა არ შეიძლებოდა და უკვე ლიტერატურულ როგორ გითხრათ საზოგადოებაში ტრიალებდა. იქ შეხვედრები, საღამოები, ну რასაც ახასიათებს ეს ლიტერატურულ მოქმედება. მე იხსენებენ რომ ეგზეპიორი იყო ძალიან აი მომღიმარი, კაი, დადებითად განაწყობდა ყველას და ყველას მასთან უკვე ძალიან სიამოვნებდა ურთიერთო აგრესიული და როგორ გითხრათ, აი პრობლემატური პიროვნება არ იყო, მაგრამ ეგზეპიორს არ მოეწონა ეს ეხა არისტოკრატიული სახელოვანია და ხშირად მისი კნევარები ძახიან რა აიძულებდა ამ ადამიანს რომ არ მოესვენაო და არა ცოცხალი თავით ისე მოინდომა მფრინავობა. ამაშობაში ბუენოს-აირესში რო იყო, მას შეუყვარდა ერთი ქალბატონი კორელია, ეს თვითონ ფიზიკურად ძალიან მაღალი კაცი იყო და ეს კორელია იყო პატარა და ნუ ამ სიყვარულსაც აღწევს და მე ამ ლიტერატურაში ამ კორელიას ძალიან ეჭვი, იმიტომ რომ ხა ეს ცნობილი პიროვნება გახდა ეგზეპიორი. აბა ლამაზი და მთელი ქალები ეხვეოდნენ ამას. ეს კორელია ძალიან ეჭვიანობდა და აი ოჯახურ სცენებს აღწერს რა, იმ ლიტერატურაში, მოთხრობებში აღწერდა კარგად და ნუ ქალბატონებით რა გადაირიდნენ, ხო, ხა მწერალი რომელიც კარგად აღწერს იმ ურთიერთობებს, კაცისა და ქალის ურთიერთობებს, რა თქმა უნდა დიდი დადებითი ის მოხდებოდა და ნუ ეს ქალების ტრიალი, მაგრამ თვითონ ეგზუპერს უყვარდა ეს თავისი, თორე არ ღალატობდა და მან არის მთელი სცენები და ნუ ეს უკვე ცალკე თემა. მას კი ქონდა ჰონორარები და მისაღებ ფულს ვებულობდა, მაგრამ ძალიან ხარჯველი იყო, აი არაფერზე უარს არ ამბობდა და ერთი ფინანსური პრობლემები რო შეექმნა, გამოაცხადეს ასეთი კონკურსი, ესე იგი პარიზიდან თვითონავი უნდა გადაფრინებო ვიეტნამში. და ეს მაშინ მიღწევა იყო, ეს არის რაღაც 33-35 წელი თუ რაღაცა და ასეთი რაღაცა მოხდა, რომ ესე იგი ვინც ამას ამ პარიზიდან იმ ვიეტნამდე ვინც თვითონავი ჩავიდოდა, ამაში 150,000 ევროს აძლევდნენ პრიზს და ეს მაშინ ძალიან დიდი ფული იყო და ეგზუპერს ეს ფინანსური პრობლემები რო ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა მიიღო
ამ ფრენაში მონაწილეობა. იყიდა ახლა იმდენი საშუალება ჰქონდა, იყიდა რაღაც თვითმფრინავი და მექანიკი არ ვიცი ახლა გვარი არ მახსოვს იმასთან ერთად მოემზადა და პარიზიდან გაფრინდა ვიეტნამისკენ. და აი მან აღწევს მე ამ ფრენის ამბავს და რაღაც სახარის უდაბნოში თვითონაც მოუვა კატასტროფა მოუვა რაღაცა იქ აღწევს როგორ მოუხვია გვერდურა და იქ მე გრუპლები იყო და პირდაპირ ჩავადნენ ამ ქვიშებში სახარაში შუა იმაში და ერთი კვირა იყვნენ ეს არც წყალი არც ისა და აი მთელი აზახათ რა ხა წამა თვითონავით რომ ჩამოვარდები და რაღაც უდაბნოში 50 დილით 50 გრადუსი ეს საღამოს -10 გრადუსი აი მას აღწევს ძალიან მაგრა და ბედუინები გამოჩნდნენ ბედუინები და ბედუინებმა ნუ ადგილობრივებმა მაცხოვრებელს წაიყვანენ და იმ ბედუინებთან ცხოვრობდა ერთი თვე და აღწევს ამ ცხოვრებასა და წარმოიდგინე ამასო წიგში აღწევს აი ესეთ რაღაცებს წერდა და მე დააბრალეს კიდევაც ვერმან მოიგონაო კაცო თვითნავი იქ არ ჩამოვარდაო და ხოიცი როგორც ყოველთვის ცნობილ ადამიანებს ან ჭორებს მიუგდები ხანისა და ესო მოიგონაო ესო არაფერი მართალი არაფერი თვითნავი არ ჩამოვარდაო მაგრამ ეხა მართალია თუ არ არის მართალი და აი ამ პერიოდში დაებადა აი ეს რა ქვია პატარა პრინცის უფლისწურის აზრიც აი მაგ პერიოდს უკავშირებს რა ასეთმა ამბება ეგზუპერიც პოპულარული გახდა სახელი პატივისცემა ნუ საფრანგეთის პირველი მწერალია რა 30-იან წლებში მაგრამ ვერ ისვენებს ტიპი ვერ ისვენებს და ამ დროს უკვე ესპანეთში რო წავიდა ეს სამოქალაქო ომი მინდა თუ არა უნდა წავიდეს სამოქალაქო ომშიო და ეხლა ამას ისაა კაცო ეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ხერხემალი გატატის აქვს ცუდად აქვს მაინც მაგრამ უკვე სამხედრო იმაში არ გაუშვებენ რაღაც ისე სადაზვერვო იმაში რა ქვია ატრიად როგორა რასში და ამას აღწევს ყველაფერი და აი იქაც ჩამოვარდება სადღაც თვითნავით რაღაცაში გადარჩება აი საფრანგეთში და იქ ტყვეთ რო ჩავარდება იქ აღწერს როგორ არის ეს ხო კაი ტიპი იყო და აი ვისაც ახლა ესპანეთის ისტორია იცით გახსოვთ ხო ფრანკო და კომუნისტები და ერთმანეთს ომობდნენ და ანარქისტებმა დაიჭირეს ეშენი ეგზუპერი და უნდა დაახრიტონ ესე იგი მის ბიოგრაფიას ვკითხულობ აი გაგიჟდები რა და უნდა დაახრიტონ რა ახლა ანარქისტები არიან და იმას ვინც უნდა დაახრიტოს გაჩერდებია საერთოდ უნდა წაიყვანოს სიგარეტს მოუკიდებენ ერთმანეთს და გაილაპარაკებიან რა ესე იგი ვინც უნდა დაახრიტოს და ეგზუპერი ოდა შენო კაი ბიჭი ხარ და კაი რატომ უნდა დაახრიტო და გაუშვეს აი ამას რო ყვებიან ბიოგრაფიაზე ეხა ბევრი სწავლული და იგონებს ეს მართალი არ არისო და ნუ ეგზუპერი ამ ჟესტებით რა შამობს რომ ადამიანობას და სიყვარულს და იმას უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე იმას რასაც ვაკეთებთ რა მაგას უკვე წიგნებში გამოსახავს და ამას ყველაფერს გამოსახავს აი ციტადელში მე ბოლოს შემოვიგდებ ამაზე ლაპარაკს ამ ციტადელზე 1929 წელია ეგზუპერი ისევ ამ არისტოკრატიულ საზოგადოებაში ტრიალებს იმაში საფრანგეთში მაგრამ მოგეხსენებოდ 39 წელს ჰიტლერმა დაიპყრო საფრანგეთი ოკუპაცია გააკეთა და ეს გადაირია გაგიჟდა და პროფესორი სანამობს დაიწყო და ამან გაგი მე არაო ვარიანტი არ არის როგორ ხა ჩემი სამშობლო არ დავიცვაო და ეხლა ეს უკვე 29 წლის ასაკშია და ეხლა რეაქტორ თვითონავს ეხლა ასეთი ფრინავი არ ჭირდებოდა ხო არ გაგიჟდიო რაღაც მაგრამ ამან თავი გაიგიჟა ნაცნობები გამოიყენა ეხლა ბოლოს გრაფი იყო და ფრანგების ფრინავების ჯარში ისა რასში შევიდა მაგრამ იქაც ბევრ დავალებებს არ აძლევდნენ რამდენიმე საბრძოლო ფრენა გააკეთა მაგრამ უკვე ჰიტლერმა რო დაიპყრო საფრანგეთი ისიც განადგურდა იმათი ჯარი და
რა ეკნა ალჟირში იყო და მე ალჟირიდან უკვე წავიდა ამერიკაში. აი ეს რაც უთი გზა არის, მაგრამ სიმბოლურად მეგობრებო ვინაიდან ეგზუპერზე ლაპარაკობთ, აი ჩვენც ახლა ვითომ ვომბობ და ღირსეულ რაღაცებზე საუბრობ. ხოდა რო წავიდა ამერიკაში ნუ დავითავად ახლა საფრანგეთი ამერიკის გარეშე რას გააკეთებდა და წავიდა უკვე ამერიკელი უკვე ფრანგებს ეხმარებოდნენ, მაგრამ ეს ნიუ-იორკშია უკვე პატარა აღარა 40 წლის არის და აქაც გაიგიჟა თავი კიდე თუ არა ჩამშვიდო იმაშიო. ამერიკელების ამ ფრინავები იმაშიო. რაშიო რომელიც საფრანგეთის ალჟირში იყო მაგათი ბაზა და იქ ჩამშვიდო. მაგრამ არ სვავდნენ 2 წელი, ანუ ასაკი ხელს არ გიწყობს და ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობს. და რატო თქვი ახლა ეს? ხო, კიდევ რა მოხდა? თვითონ ეს ეგზუპერი ან თუ გახსოვთ საფრანგეთი იყო დეგოლი და მეორე იყო პრეზიდენტი და დეგოლი იყო ძალიან ისეთი ეს ჩამომივარდა ესა და გავაჩერებდა თუ ეს საფურე ამომავლობა ჩამომაგდეს და მეცა უბედურება ეს ინდიანა დამთავრდა და გადმოვედით ეს ოჰაიოში და სამის ვიპოვო ეს სადაც ეხა კაი ის არის და ვიპოვე იმას და გავაგზავნე ჩვენ საუბრა კაი გზა მაინც არის ოჰაიოში შემოვედით აი გავჩერდეთ აქ რესტორანია და რაც თავარია კაი გზა არის კაი ეს დამივარდა და სად არის ეს ოხერი უნდა ვიპო აგერ ვიპოვე ეს ნაუშნიკი ჩვენ ხო ყველაფერს ბუნებრივად და ნატურალურად ვიღებ წავიდეთ და სად გავჩერდით, ესე იგი ეგზუპერი წავიდა ნიუ-იორკში. უკვე ცნობილი პიროვნება, ხო და რას ვამბობდი, დეგოლი და იმას დაუპირისპირდა, იმიტომ რომ დეგოლი უფრო დიქტატურული ძალის პოლიტიკის მომხრე იყო. ეგზუპერი უფრო პიპენი იყო, ხომ, პრეზიდენტი და უკვე მოღალატეთ და იმად გამოაცხადეთ. აი წარმოიდგინეთ, ცნობილი მწერალი, ცნობილი ფრინავი, აფრია საზოგადოების საყვარელი ადამიანი საფრანგეთის მოღალატედ გამოაცხადეს. აი რა არის რა ცხოვრება. ხო და და ამ ნიუ-იორკში აი მან დაებადა აზრი, დაეწერა პატარა პრინცი. და ასეთი ისტორია რა, მაგას ხატვა უყვარდა და ერთ-ერთმა გამომცემელმა უთხრა რაღაცას ხატავდა და გამომცემელს რას ხატავდა? რა ვიცი, პატარა ბავშვები ისე ეს უქროსფერი რაღაცებს ხატავდა ბიჭუნასი და ხო არ დაწერო რამეს ღაპარსო. ასეთი იდეა უთხრა ამ გამომცემლის სორმა. და ეგზუპერიმ უთხრა რა ვიცი ამ სამყაროში ახლა ყველაზე ხად ადამიანი გამწარებულია, მოღალატედ არის გამოცხადებული საფრანგეთი ეხადი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებია და ამ ბაობაბების, აი ბაობაბები ხო საიდან გახსოვთ იქ პატარა პრინცი ხო არის ამ ბაობაბების და ამ იმეებშიო რა ზღაპარი უნდა დავწერო, მაგრამ გავიდა დრო და ეს თავში მოუვიდა ეს აზრად და ნიუ-იორკში დაწერა ეს პრინცი და ნუ ფლისური და ეს ხო იცით უკვე ხო აქტიურად ეს თელი წიგნი აი ამ ადამიანების საზიზღა რაღაც შავ ფერებში გამოჩნდება ეს უფლისწული და ის გადაგებს იმ სილამაზეს, სიყვარულს და უბრალოდ ბავშვის სიწმინდეს და იმიტომაც ამბობენ ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ და სულ ბავშვობაში უნდა ვიყოთ. აი ეს არის მთელი აზრი, იმიტომ ბავშვობაში ბავშვი ყველაზე წმინდა და ყველაზე სულთა
არსება ამ ადამიანების ცხოვრებაში. სხვათა შორის ხო იყო ასეთი განათლებული ადამიანი, თავისი პატრიოტული გზნობიდან ინგლისურს არ სწავლობდა, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყო და გამოიცა ეს პრინცი დაწერა და ამასობაში ჯერ გამოცემული არ იყო ეს წიგნი და ამასობაში მაინც ცდილობს რომ როგორც მეომარი საფრანგეთის როგორ ომი მიდის და ეს აქ ნიუ-იორკშია თან მფრინავია და უყურეთ მეგობრებო რუზველტს ყავდა შვილი რუზველტი ხო იყო იმის აქვია ამერიკის პრეზიდენტი იმით შვიდა მეგობრობდა და მაგის საშუალებით იმდენი იჩალიჩა რომ ფრინავთან რაში ჩასვეს ალჟირში ამერიკელები და ფრანგები ერთად მართავდნენ და ფრინავების რაზში ჩასვეს მაგრამ ეს უკვე რაღაც არის 42 წლის 43 წლის უკვე ეს წარმოუდგენელია იმიტომ რომ ამ ასაკში რეაქტიულ თვითმფრინავებზე ვინ დასვავდა მაგრამ მაინც დასვა და უთხრეს იცოდო 8 ფრენაზე მეც არ გაგიშვებდო და ამაზე დათანხმდა იმდენად უნდოდა რომ მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის განთავისუფლებაში ესე იგი ჩაირიცხება ფრინავთა რაში ალჟირში წავა და ეს წიგნი ჯერ არ არის გამოცემული და ერთი წლის შემდეგ უკვე ეგზუპერი იმაშია საფრანგეთიდან წიგნი გამოიცა ეს აქვია პატარა პრინცი და ამასობაში უკვე დაწერილი ქონდა აი ბოლოს შევეხებით ციტადელი აი ეს არის მაგარი ნაწარმოები მაგრამ ციტადელი ბოლომდე არ ქონდა დაწერილი მაგრამ უკვე ამერიკი ალჟირში წერდა და ამ დროს ეს პარალელურად ეს პატარა უფლისწული რომ გამოიცა ძალიან დიდი პოპულარობა მოიცავა და წიგნმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ეუბნებიან წამოდი აი წიგნია და არა ეგზემპლურმა თქვა რომ არა სანამ საფრანგეთი არ განთავისუფლდება მე აქედან წამოსვლილი არა ვარო ალჟირიდან მე ძალიან მაგარი მოგონებებია იქ ალჟირში ამ ციტადელის ციტატებს კითხავ თვითონ ურთიერთობაში ძალიან კაი კაცი აი ძალიან უყვარდათ მაგრამ ეხლა ხო იცი 20-25 წლის ფინავებში ეს უკვე მოხუცად ითვლებოდა და ეს მაინც ართმობდა და 3 ფრენა გააკეთა 4 ფრენა გააკეთა და მეხუთე ფრენაზე რაღაცა დაავალეს რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე უნდა წასულიყო სადაზვრო სამსახური და ჩაეტარებინა და ეს ძალიან აღწერილია კარგად და წავიდა და თვითნავი გონი 40 წუთში უნდა დაბრუნებული იყო უკან მაგრამ თვითნავი არ ბრუნდება მე გავიდა 1 საათი საათნახევარი და თვითნავი დაიკარგა ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ ასიზა, აი ამ ხელა ცნობილი ადამიანი ეგზუპერი დაიკარგა. მე საინტერესოდ მიდის მან ისე თქვა მე 50 წლის შემდეგ ხო ეგზუპერი დაიღუპა თვითნავი და ერთ კვირაში საფრანგეთი განთავისუფლდა. გერმანელებმა დატოვეს საფრანგეთი და საფრანგეთი განთავისუფლდა, მაგრამ იმას ვერ მოესწრო იმ განთავისუფლებას. გავიდა 50 წელი და ერთ-ერთმა რა ქვია როგორ დაიღუპა თვითნავი რა დაემატა კაცში მარიჭო და მეზღვაურმა მეთევზე მარსელის სანაპიროებზე ბადის ამოაყოლა რაღაცა თვითნავის ნაწილები და ბრასლეტი იყო რაღაცა და იქ ბრასლეტი ეწერა ეგზეპიურე და გვერდზე ეწერა მისი ცოლის სახელი პომელაო თუ რაღაცა და ეს რო გავცედა აი ეგზეპიურის ის იპოვესო და მე ასეთი ის წავიდა რომ არა კაცო ეს ეთქობა რა ქვია იმეთევზო სახელის მოპოვება უნდა და მოგონილიაო და არჯეროდა და მე რო გავცედა ეს ხმაური რო წავიდა ეს იყო 94 წელს და 2003 წელს 2005 წელს უკვე გამოჩნდა ერთი გერმანელი მფრინავი პენსიონერი და მან განაცხადა რომ დავინახეო თვითნავი ესეთ მფრინავი იყო დავინახე თვითნავი მოდიოდაო სანაპიროზე და ასეთ მანევრირებებს არ აკეთებდაო მაგრამ ამდენგიდან მაინც ჩამოაგდეო რა ესროლა და ჩამოაგდო და ხმას აიღო და მე ერთ კვირაში რომ წარსულში რომ განაცხადეს ეგზუპერიო
ჩამოაგდესო ეს გერმანელი 50 წელი ითმენდა, იმიტომ რომ იმდენად ტრაგიკული იყო, მაგის ასეთ რაღაცას გვარი არ მახსოვს, რაღაცა გვარია. მე რომ ცოდნა რომ ეს ეგზუპერი იყო, მაგასო ჩამოაგდებდიო, მისი წიგნები და მისი ჩემი ფანი იყო და აი ძალიან ცრემლები და მოგონები 2003-2004 წელს ეს მოგონებებია და დადასტურდა რომ აი გერმანელმა ფრინავმა ჩამოაგდო ეს ფრანგი ცნობილი მწერალი და ფრინავი ეგზუპერი და აი უკვე 50 წლის შემდეგ იპოვეს ამ ეგზუპერის დაბობის ადგილი. მან ბევრი ვერსიებია რომ თვითონ ეგზუპერიმ თვითონ გააკეთა ეს ისო თვითონ მოეკლა თავი, იმიტომ რომ პატარა უფლისწულში ეს სცენა, ხო, ეს ოქროს ბიჭუნა იწურებია წავიდეს, მოშორდეს ამ, აი თუ გახსოვთ ეს სიუჟეტი, ამ სიბინძურეთ ემენს რო ხდება, ცდილობს რომ წავიდეს ამ სამყაროდან და თვითონ კრიტიკოსები და ლიტერატურცოდნები იძახიან, რომ ეგზუპერსაც ეს უნდაო და თავის ცხოვრებაშიც ეს განახორციელაო წასვლა ამ სამყაროდან აი ესეთი სიტუაცია. ეხლა მე გითქვი პატარა უფლისწული, მაგრამ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ციტადელი. ნუ ციტადელი იცით თქვენ ხო რას ნიშნავს, ეს არის ციხესიმაგრე. ყველა ადამიანი ციხესიმაგრეა შექმნა და აი ფაქტობრივად ფილოსოფიური როგორ გითხრათ, აი როგორი აზრები მოდის, იცი, აი გაგიჟდები და ცოტა ვითომ ძნელი წასაკითხია, მაგრამ აი მე ვისაც აი ლიტერატურა უყვარს და ვისაც უნდა ცხოვრებაში გაერკვიოს, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს სიკვდილზე, მეგობრობაზე, ფრინავის სიმარტოვეზე, ცაშილოხა, აი ძალიან მაგარი წიგნია და საერთო ჯამში ძალიან მაგარი მწერალია და ადამიანი რომელიც პრეტენზია აქვს რომ არის განათლებული და უნდა გაერკვეს ამ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაეცნოს ეგზუპერის შემოქმედებას. მე მანდ არის ამ ქალებთან ურთიერთობა, თავისუფლთან ურთიერთობა, გარდაიცვლება 1978 წელს და თავისთავად ყველანაირად ცდილობდა რომ მისი ნაწარმოებები და ეს წიგნები ყველაფერი გავცელებული. საერთოდ რა ყველა ძლიერ მწერას შეიძლება თვითონ არა, მაგრამ აუცილებლად მარჯვენა მეთქი მისი მეუღლეები და მარჯვენა ხელები ეხმარებიან. გინდა დოსტოევსკი აიღე, გინდა ტოლსტოი აიღე, გინდა ეგზუპერი აიღე, რა ვიცი, ლონდონი აიღე. მარჯვენა მისი მეუღლეების გარეშე ეს წელები მაინც ცნობილი ვერ გახდებოდნენ. თუმცა ეგზუპერის ისეთი ბიოგრაფია გაიწამებია, სიკვდილები, ხუთჯერ კატასტროფაში მოხვედრილი, ეს სხვა ომები, რა ვიცი, ძალიან მაგარი მწერალია და რა ვიცი, თუ წაიკითხავ და გაეცნობით, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღეთ. მაგას აქვს წიგნი ადამიანები და პლანეტა, ეს პატარა უფლისწული და რა თქმა უნდა ეს ციტადელი და აი მაგას რომ წაიკითხეთ და მე უკვე რომ მიადგებით ამ უფლისწულს, აი უკვე მან შეაფასებთ ამ წელის ღირებულებას და ეს რომ დავიწყეთ დასაწყისში, აი ხო ხედავ უკვე ბაკაბუქში დავდიოდი აი ხუი და აი რატომ მომწონს ეს წერალი, ხო ეს ამხელე რაღაცები ქონდა გავლილი და ის სიყვარული სინაზე ალალობა არ ქონდა დაკარგული. ეს წერალი მაგონეს კიდე ჰიუგოს აი ეს ჩემი უსაფრთხოესი ეს საბრალონი იქაც ხო თუნდაც ჰიუგოს წერალი რა მაგარია, ციხეში 5 წელი იჯდა, 20 წელი გადასახლებაში იყო იმაში და აი ამ შავ უსამართლო სამყაროში ადამიანი რო არ კალკავს თავის ლამაზ მშვენიერ ბუნებას, ლაჯობია ამას. და ამიტომაც ვიძახი, ჩვენც უნდა შევეცადოთ არ დავკარგოთ ის ლამაზი ბედნია, კი პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ მეტმა ჩვენ იცი რატო გაგვაჩინა ბედნიერების და სიხარულისათვის და აი ესეთი ლიტერატურული წერილები და ნაწარმოებები აი ესეთ მაგალითს გვაძლევენ და აქედან გამომდინარე ვიყოთ კარგები, შვიდები, პოზიტიურები და ვიხაროთ ამ ცხოვრებით.
განახეთ რა ლამაზია ყველაფერი, აი ესა. კი, ზოგჯერ ცუდი გზაა, ზოგჯერ აი ხო ახლა რა კაი გზა არის, ცუდი იქ და კაცაზე გადავედი მერე გზა. ცვალებადია ყველაფერი. ჩვენ ადამიანის გონია და ჩვენ რო ცხოვრობთ ამ დროში, მარტო ჩვენ ცხოვრობთ ცუდ დროში და აი უნდა დავიძაბოთ. ასიზა, ეს არის სამყარო, ეს არის რეალობა. ისე და ისე არ დაგვეკარგოს მეორდები, ვიყოთ ადამიანები და ვიყოთ მოსიყვარულეები, როგორც ექსუპერი, როგორც ჰიუგო, როგორც ლონდონი და როგორც აი დოდარდუბაძე და უბრალოდ გახსენდება ეს ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ამ პრობლემების, ამ უსამართლობისა არ აქვს დაკარგული სილამაზე და სიყვარულის ცნობა. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩემებურად ეს ლიტერატურულად ასე თუ ისე ჩემებურად განვიხილეთ ეს მწერალი ექსუპერი და შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში. კარგად.